შეწუხებისთვის. როგორ ხართ? მივიღეთ გადაწყვეტილება, არც ერთი დღე არ ჩავაგდოთ და ყოველი დღე ვიყოთ ან ერთ სოფელში, ან მეორე სოფელში, ან ერთ ქალაქში, იმიტომ რომ ყველაფერი მიდის არა წინ, არამედ ძალიან უკან და უკან. ვიღებ 100 ლარი პენსია და წინსწრებით მაქვს აღებული წელიწადნი ნახევრის პენსია. და არც ყოფნის არაფერი, სულ მაძლევენ ახლა 50 ლარი პენსიას. არ ყოფნის, ოჯახში ვარ 3 სული, არც დახმარება მაქვს არც არაფერი. არ იძლებენ მარტო თავიანთი ჯიბების თვინ ისკელებენ ჯიბებს და ჩვენ გლეხობას და მოსახლეობას არაფერს არ გვაძლევენ. პენსია არ გვიმატებენ. შივრები ვართ ეს გლეხი ხალხი. თვითონ ჯიბებს ისკელებენ ჩვენ რა. ამ თავრობასთან ნახდათ აღარ ვენდობ, იმიტომ რომ არ არის სანდო. ვიღებდი დახმარებას, სიღარიბე მიწერია. 2 წელი არის შემაქვს, ეხლა შევიტანი. უარი მიწყე, სიღარიბე გიწერია, მაგრამ არა ვარ. მე პირადად მყავს უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი, რომელსაც მხოლოდ პენსია და აქვს სოციალური დახმარება. არ არსებობს ქართულ ოცნებაში არ მოიძებნა ამ ბავშვისთვის დასახმარებელი არაფერი. არ აქვთ არაფერი, იმის მოვიძიეთ, იქნებ რამე ორგანიზაცია ყოფილიყო, ან რამე პროგრამა ყოფილიყო, რომ უბრალოდ ამპერსით მაინც დახმარებოდნენ ან მედიკამენტებით შემშვილს. მე მივესალმები ნაციონალურ მოძრაობას და იმედი მაქვს, რომ გაგვიმართლებენ. ვაგრძელებთ შეხვედრას ყველა სოფელსა და ყველა ქალაქში საპენსიო კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს 400 ლარიან პენსიას ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისთანავე. პირველ წელს იქნება პენსია 300 ლარი, შემდეგ 400 ლარი. და ძალიან სამწუხარო არ შემიძლია არ თქვა, რომ აი თითოეულ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვწმუნდები, რომ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუშვათ სახლებში. უამრავი პრობლემა არსებობს. არანაირი გადაჭრის გზები არ გააჩნია ხელისუფლებას, მაგრამ ერთი რამე ძალიან ნათლად და კარგად ისწავლეს. ეს არის საკუთარი მაღალჩინოსებისთვის ხელფასების ზრდა. ამიტომ ყველა დაწყებული პენსიონერით, გაგრძელებული ახალგაზრდებით ერთად უნდა დავდგეთ, რათა ეს ადამიანები, ვინც როგორც აღმოჩნდა, მოვიდნენ ხოლმე საშოვარზე, რაც შეიძლება მალე გაუშვათ სახლებში. იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი კანონზომიერება, ყველაფერს აქვს თავისი